მოგესალმებით. გუშინ ერევანში ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას აშშ-სა და სომხეთს შორის. ცოტა ხნის წინ ჩვენ ვიყავით პირველი და ერთადერთი სახელმწიფო რეგიონში, რომელსაც ჰქონდა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. დღეს ჩვენ ვართ ერთადერთი სახელმწიფო რეგიონში, რომელსაც არ აქვს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რადგანაც ქართული ოცნების ანტიქართული პოლიტიკის გამო საქართველოს დაკარგა ეს უმნიშვნელოვანესი ბერკეტი. მაშინ, როდესაც ბოლო დროს ერევანს და ბაქოს ეწვია აშშ ვიცე-პრეზიდენტი, ახლა კი ერევანს ეწვია სახელმწიფო მდივანი და ცოტა ხნის წინ ერევანსვე ეწვია სრულად ევროპული კავშირის მმართველი ელიტა. ასეთ ვითარებაში საქართველოს მოქცეულია სრულ საერთაშორისო იზოლაციაში. მაშინ, როდესაც სომხეთმა მოიპოვა 9 მილიარდიანი თავდაცვის უნარიანობის პაკეტი და ახალი მსხვილი ინვესტორების წყალობით ქმნის ათობით ათას ახალ სამუშაო ადგილს, პრორუსული რეჟიმი ანგრევს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პერსპექტივას და უარესად აღარიბებს ისედაც ღარიბ ერს. მაშინ, როდესაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწიეს ისტორიულ მშვიდობას და ტრამპის სახელობის მშვიდობის და კეთილდღეობის გზას ჩაუყარეს საფუძველი, საქართველოს დადგა რეალური რისკის წინაშე დაკარგოს ისტორიული როლი და რეგიონის ახალმა მთავარმა სატრანზიტო გზამ მას სრულად აუაროს გვერდი, რადგან ქართული ოცნების რეჟიმმა წლების წინ მიზანმიმართულად ჩაძირა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, რითაც აზარალა შუადერების პერსპექტივა და ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური შანსები. ახლაც ქართული ოცნების რეჟიმი ატყუებს ქართულ საზოგადოებას და ჩვენს პარტნიორებს, როდესაც ამბობს, რომ მისი მიზანია ანაკლიის აშენება. პორტში, სადაც 6 წლის წინ პირველი გემები უნდა შესულიყო, არ ხდება არაფერი, რადგან პუტინით შეშინებული ივანიშვილის მიზანია საქართველოში არ მოხდეს არაფერი დიდი, მნიშვნელოვანი, პატრიოტული და ქართული. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის სურვილი, სრულიად ნათელი და მკაფიოა. ამერიკა სურს, რომ ტრამპის სახელობის გზაში მონაწილეობდეს არა 2, არამედ რეგიონის 3-ვე სახელმწიფო. ეს არის სწორედ ის, რასაც ამბობს ლელო ძლიერი საქართველოს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. პირველი, ანაკლია უნდა გამოცხადდეს ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიულ ობიექტად. მეორე, ანაკლია უნდა გახდეს ტრამპის სახელობის მშვიდობისა და კეთილდღეობის გზის ნაწილი. და რა თქმა უნდა, ის უნდა აშენდეს გამჭვირვალე კონტრაქტების საფუძველზე ამერიკული და ევროპული კაპიტალის კრიტიკული ჩართულობით. ამასობაში ჩვენ საქართველოს დემოკრატიულმა ძალებმა და ქართველმა ერმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ მივაღწიოთ ამ ბოროტმოქმედი რეჟიმის დასრულებას, რომელმაც საქართველოს გადააქცია იზოლაციაში მყოფ ნაცისტურ პრორუსულ წუმპეთ, რომელსაც არავით არის პერსპექტივა, არავით არის შანსები და არავით არის საერთაშორისო პოლიტიკური პრესტიჟი სამწუხაროდ აღარ დარჩა. მადლობა.